სოფლიოს სამოგზაურო რუკაზე საქართველოს ადგილი კვლავ ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების გვერდით რჩება. ჩვენი ქვეყანა რომ საერთაშორისო მოგზაურებში დიდ ინტერესს იწვევს ამას, წინასწარი ჯავშნების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს. სხვადასხვა ქვეყნებთან პირდაპირი და რეგულარული ავიარეისების დამატება კი მოგზაურებას ამარტივებს. მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია, აღინიშნება განსაკუთრებული ზრდა ჯავშნებში, ისევე როგორც ავიაკომპანიების დატვირთულობაში, რაც ცალსახად გამომდინარეობს საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესის ზრდიდან. გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზეც საქართველოს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს. ქვეყნის პოტენციალით როგორც აზიური, ასევე ევროპული მსხვილი კომპანიები ინტერესდებიან. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ სეზონით, რადგან გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვზრდიდით ჩვენს რეისებს. ჩვენ გავზარდეთ რეისები 14%-ით და იმედია ამ კვირის ბოლომდე ჩვენ თბილისისგან რიგს კიდევ 2 რეისს დავამატებთ. Air Astana ამ ზაფხულს სიხშირეებს გაზრდის. ალმატიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 10 ჯერ ვიფრენთ. ასტანიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 4 ჯერ ვიფრენთ. წელს ვაპირებთ ახალი პირდაპირი რეისის გახსნას ატირაუდან თბილისში. ტურისტული მიმართულებების სიაში საქართველო რომ ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს კერძო სექტორში კარგად იგრძნობა. სასტუმროებში ჯავშნების მიხედვით ზაფხულის სეზონზე გაცილებით მეტ მხარჯველ უნარიან მოგზაურს ელოდებიან. გვაქვს დაახლოებით 70%-ის მოცულობით გაკეთებული წინასწარი ჯავშნები, რასაც დაემატება უკვე ის last minute რეზერვაციები და სხვადასხვა ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნები, რომელიც წამოგვეწევა სეზონის მატებასთან და აღმასვლასთან ერთად. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ დიდი რაოდენობით ტურისტს უმასპინძლა. ზაფხულის სეზონზე კი 60 სამგზავრო ავიაკომპანია 118 საჰაერო ხაზზე კვირაში 740-მდე რეისს შეასრულებს.